მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა გესაუბროთ Microsoft 365-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტის სტრიმის საშუალებით ეკრანის ჩაწერის შესახებ. როგორც შეგგვიძლით წინა ვიდეო ინსტრუქციაში. ერთ-ერთი შესანიშნავი ფუნქცია, რომელიც აქვს ამ ინსტრუმენტს, გახლავთ სწორედ ეკრანის ჩაწერა. რას გულისხმობს ეკრანის ჩაწერა? აი ნახოთ ახლა გადავიდეთ ამ ინსტრუმენტზე. პრინციპში ჩვენ ვიმყოფებით ამ ინსტრუმენტში, სტრიმში, გახსნილი მაქვს უკვე. უბრალოდ თქვენ გიჩვენებთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როგორც შეიძლება მოხვდეთ ამ ინსტრუმენტში, სტრიმში. ნახეთ აი ელექტრონული პოსტიდანაც აი აქედანაც, რა თქმა უნდა, და ასევე, შესაძლებელია თუ უბრალოდ მისამართის ველში ავკრიფავთ Microsoft 365.com. ნახეთ. აი ასე, აი გამოვიტანა კიდევაც, თუ გადავალთ უბრალოდ დამოუკიდებლად გვინდა ელექტრონული პოსტის გარეშე მოვხდეთ ამ ინსტრუმენტში, აი ავკრიფავთ Microsoft 365.com, გადავალთ აქ და აი პირდაპირ იხსნება ეს Office 365 და რა თქმა უნდა აი აქედანაც შეგიძლიათ შეხვიდეთ სტრიმში ეს ერთი და გარდა მაგისა კიდევ ნახეთ თუ დააწყაპებთ ღილაკს აპლიკაციები, აპები. აი აქაც გამოიტანს ყველა იმ აპლიკაციას, რომელიც ინტეგრირებულია Microsoft 365-ში და აი თუ მოძებნით, აი ნახოთ, აი აქედანაც შეგიძლიათ გადახვიდეთ სტრიმში, როგორც ხედავთ. არსებობს სხვადასხვა საშუალება თუ როგორ მოვხდეთ ამ ინსტრუმენტში. მე ყველა მათგანი გიჩვენეთ. თქვენზეა დამოკიდებული, რომელს გამოიყენებთ, აქ არავითარი მნიშვნელობა. უბრალოდ მე მაინც აი ასე აქედან გადავალ. აი ასე იყოს. და ახლა პირდაპირ გაიხსნება უკვე სტრიმის გვერდი. და აი ნახეთ ახლა ჩვენ წინა ვიდეო ინსტრუქციაში მე ვისაუბრე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავჭრათ ვიდეო ფაილი ფრაგმენტებად, როგორ შეიძლება დავჭრათ ვიდეო ფაილი სხვადასხვა ფრაგმენტებად, საჭირო იმისაბებ, რა თქმა უნდა. და ვიყენებთ აი ამ ღილაკს. ამ შემთხვევაში ნახეთ აი მეორე გახლავთ ეკრანის ჩანაწერი. თუ დავაწყაპებ, რა თქმა უნდა, ნახეთ პირდაპირ აღმოჩნდები ჩაწერის რეჟიმში, ვიდეოს ჩაწერის რეჟიმში, ეკრანის ჩაწერის, ან სხვადასხვა ვარიანტები გახლავთ ეკრანის ჩაწერის რეჟიმში. მაგრამ ნახეთ ახლა მე მინდა გიჩვენოთ სხვა გზითაც, აირანაირად შეიძლება მოვხდეთ კიდევ ასე ჩაწერის რეჟიმში. აი როგორ და ნახეთ თუ გახსნით რომელიმე ვიდეოს, აი არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც გინდა იყოს ეს ვიდეო. აი ეს ყველანაირი სახის ვიდეო თქვენ იწყება ჩაწერა. თქვენ უკვე იცით რომ იხსნება სტრიმში, რადგან სტრიმს აქვს რა თქმა უნდა ვიდეო პლეიერის ფუნქცია, სადაც ყველა ვიდეო იხსნება, რაც არსებობს აი ამ სივრცეში, OneDrive-ში თუ ზოგადად Office 365-ში. ყველა ვიდეო იხსნება ამ ინსტრუმენტში, სტრიმში. და აი აქედანაც შეგიძლიათ გადახვიდეთ ეკრანის ჩაწერის რეჟიმში. აი ამ ღილაკს ნახეთ, აი ჩამოშლით და ნახეთ აი კამერის ჩაწერა, ვებკამერაში ვიდეოს ჩაწერა, ეკრანის ჩაწერა და წინა ინსტრუქცია, რომელიც ეხებოდა აი ამ ღილაკის საშუალებით შეიძლება მოახდინოთ ვიდეოს დაჭრა ფრაგმენტებად. ეხლა დავაწყაპოთ აი ეს ჩაწერას, ეკრანის ჩაწერას, screen recording. დაველოდოთ
და პირდაპირ გაიხსნება უკვე ჩაწერის რეჟიმი. Აი როგორც ხედავთ ახლა, აი ეს კამერა, რომელიც ვიდეოს ეკრანის ჩაწერის დროს თქვენი გამოსახულება გამოჩნდება, რა თქმა უნდა, თუ თქვენ ამისი სურვილი გაქვთ. შეგიძლიათ ეს ვიდეო პატარა ვებკამერა, ასე ვთქვათ, რომელიც თან ახლავს ეკრანის ჩაწერას, თუ არ გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ. და მხოლოდ ხმა ჩაიწერებათ თქვენი. და თქვენი გამოსახულება აღარ იქნება, რა თქმა უნდა, აი ასე. თუ გსურთ დავაბრუნებთ, აი, აქედან, რა თქმა უნდა. ასევე შეგიძლიათ ამოძრაოთ, აი, აქეთ გადმოიტანოთ ეს თუ გსურთ, რა თქმა უნდა, დააპატარაოთ კიდევ. აი, ნახეთ, როგორც თქვენ გინდათ, გაადიდოთ, თუ კი გჭირდებათ. აი, დააპატარაოთ, ხო, თქვენზეა დამოკიდებული. და რა თქმა უნდა, რაც მთავარია, ნახეთ, როდესაც პირველად აკეთებთ თქვენ ამ ინსტრუმენტში ეკრანის ჩაწერას, აუცილებლად უნდა ნახოთ თვითონაც გამოიტანს, როდესაც თქვენ პირველად აკეთებ, აუცილებლად გამოდის პატარა ეკრანი, აი ამ ადგილს დაახლოებით და გეკითხებათ, აძლევთ წდომას თუ არა კამერას, ჩაითოთ თქვენი კამერა და ეს აუცილებელია, როცა ეკრანის ჩანაწერს აკეთებთ და ასევე მიკროფონიც ჩაითოს, რომ ხმაც ჩაიწეროთ შესაბამისად, რა თქმა უნდა. აი თუ თქვენ ამებს არ მონიშნავთ და არ ჩართავთ, რა თქმა უნდა, არ ჩაიწერება ეკრანი კამერის გარეშე და ასევე არ ჩაიწერება ვერ ჩაიწერება მიკროფონის გარეშე. უნდა ეს შეამოწმოთ, როგორც გითხარით, როცა პირველად აკეთებთ ამას, ეს ყოველთვის თვითონ გამოაქვს და გეკითხებათ, აძლევთ თუ არა წდომას კამერას და მიკროფონს. და თუ მაინც არ გამოიტანს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ, რომ აი აქედან ჩამოშალოთ ეს და ნახოთ ჩართულია თუ არა კამერა, ჩართულია თუ არა მიკროფონი, ჩართულია თუ არა ხმა. მოკლედ ეს ყველაფერი, აი მით უმეტეს აი ეს ორი კამერა და მიკროფონი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. ახლა ლოკაცია შეიძლება არ ჩავთათ, ამას თვითონ თავს ავტომატურად თქვენ შეგიძლიათ გამორთათ. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ იყოს ჩართული კამერა და იყოს მიკროფონი ჩართული, რომ მიიღოთ ჩანაწერი. აი ასე. შემდეგ კი რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი წესრიგშია, უკვე ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ეკრანის ჩაწერა. ვაწყებთ ღილაკს Start Screen Recording. აი ამას ვაწყებთ და ახლა ნახეთ, აი აქ გვართებთ რა თქმა უნდა კიდევ დაკვირვება. გვთავაზობს სამ შესაძლებლობას. ნახეთ, აი პირველი მონიშნულია უკვე, ახლა ეს რას ნიშნავს? Chrome tab. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ბრაუზერს Google Chrome-ს და როგორც ხედავთ, გახსნილი მაქვს, აი ჩანს სხვადასხვა გვერდები. გადატვირთულიც კია, იმდენი გვერდი მაქვს გახსნილი და ნახეთ, რას მთავაზობს ახლა ეს შესაძლებლობა, რომ რომელიმე გვერდი, ანუ ტაბი, როგორც ეძახიან ხოლმე, რომელიმე მოვნიშნო აი აქ და ის მხოლოდ იმ ტაბზე, რასაც განვახორციელებ, ის ჩაიწერება ეკრანიდან. ეს ერთი შესაძლებლობა. აი ნახეთ ახლა თუ მე ამას დავაწყაპებ აი აქ და მინდა რომ აი მაგალითად ახლა აქ ბევრია ნახეთ. ხო აი მაგალითად ახლა აი იყოს აი ეს, აი ამას მოვნიშნავ, შემდეგ share-ს ვაწყაპებ ღილაკს და ნახეთ ახლა. აი გამომიტანა მე ეს გვერდი და აი ამ გვერდზე რასაც გავაკეთებ ვებ გვერდზე. ხო ნახეთ ეხლა ამას ხო შეიძლება რაღაცა დაურთო რაღაცა რეკომენდაციები, ახლა ეს ძალიან კარგი რესურსი გახლავთ და რაღაც რეკომენდაციები დაურთო სიტყვიერად, რაღაცა აღხსნა, რაღაცა გავაკეთო, ვისაუბრო და აი ეს ყველაფერი ჩაიწერება მხოლოდ ამ გვერდზე. სხვა გვერდებზე რო გადავიდე, ის გვერდები არ ჩაიწერება. ეხლა ნახოთ ჩვენ დავბრუნდეთ, აი ნახეთ ეს მოვხსნათ ამ ეს გვერდი და აი ამ გვერდზე რასაც გავაკეთე. ხო, ეხლა ნახეთ ეს უკვე ფაქტობრივად ჩაწერილია. ხო, შეიძლება რაღაცა და თან ვიდეოს დავურთო რაღაცა რეკომენდაციები, ძალიან კარგი რესურსი გახლავთ. გამოვხსნავ და რაღაც რეკომენდაციები დავურთო სიტყვიერად, რაღაცა აღხსნა, რაღაცა გავაკეთო, ვისაუბრო და აი ეს ყველაფერი ჩაიწერება მხოლოდ ამ გვერდზე. სხვა გვერდებზე რო გადავიდე, ის გვერდები არ ჩაიწერება. მოკლედ, ეხლა ნახეთ,
ეხლა ეს რა თქმა უნდა არ მჭირდება ეს ვიდეო და უფრო მეტად ჩვენ გვაინტერესებს უმრავლეს შემთხვევაში მთლიანი ეკრანის ჩაწერა. ეხლა ეს როგორ ხდება? აი ისევ რა თქმა უნდა ვაწყაპებთ აი ამ Relax Start Screen Recording. ეს რა თქმა უნდა შეგიძლიათ გადაიტანოთ როგორც წინა შემთხვევაში. ეხლა თქვენი სურვილით ხდება ეს, თუ თქვენ მოგწონთ მარცხნივ, იყოს მარცხნივ. ან საერთოდაც შეგიძლიათ აიღოთ როგორც გიჩვენეთ, თუ არ გინდათო თქვენი გამოსახულება გამოჩნდეს ჩანაწერში. იყოს მე არაფერს არ ნიშნის ამ შემთხვევაში ვაწყაპებ Relax Start Screen Recording. და ახლა მეორე შემთხვევა, ამ შემთხვევაში ეს მეორე შესაძლებლობა გახლავთ ის, რომ რამ პროგრამა, აი ახლა აქ უჩვენებს, რომ ჩემს ეკრანზე გახსნილი არის პროგრამა, რომელიც აკეთებს ეკრანის ჩაწერას, რომ მე თქვენ ჩავწერო ვიდეო ინსტრუქცია და გიჩვენოთ როგორ ხდება სტრიმში. თვითონ ეკრანის ჩამწერია სტრიმი, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც მე მინდა გავაკეთო ვიდეო ინსტრუქცია, რა თქმა უნდა, მე ჩართული მაქვს სხვა პროგრამა, რომელიც იწერს აი ამ ჩემს საუბარს, გამოსახულებას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე ეს არ მჭირდება. და ნახეთ ახლა ამას აღარ გავაკეთებ ამის მაგალითისთვის აღარ გიჩვენებთ ამას, არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა მაინც და მაინც. აი ნახეთ აი მესამე entire screen. ანუ ეს არის უკვე მთლიანად მთელი ეკრანის ჩაწერა, ნებისმიერი გვერდის, ანუ არა ხართ შეზღუდული თქვენ, ანუ ხდება სრულად ყველაფრის ჩაწერა. აი უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ეს გვჭირდება ჩვენ. რომ მთლიანი ეკრანი ჩავწეროთ, გადავიდეთ ვებ გვერდებზე, თუ კი გვჭირდება გადასვლა, ანუ რასაც გავაკეთებთ, ნებისმიერი ჩვენი მოქმედება ეკრანზე იქნება ჩაწერილი. და კი ბატონო, აი ზუსტად ამას გიჩვენებთ ახლა. დაწყაპებული აქვს აი ამ Relax entire screen, შემდეგ მოვნიშნავთ ამ ეკრანს, შემდეგ Relax share გაზიარება და აგერ უკვე იწყება მთლიანი ეკრანის ჩაწერა. აი ამ შემთხვევაში უკვე დაიწყო ჩაწერა, რა თქმა უნდა. აი ახლა ნახეთ, არ აქვს მნიშვნელობა მე რომელ გვერდზე გადავალ, აგერ თუ YouTube-ზე გადავედი, ჩემი არხი, შემდეგ აი ეს ვნახე, აი ეს ვებ გვერდი ვნახე, შემდეგ სხვა გვერდზე გადავედი, აი არა აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ჩაიწერება აბსოლუტურად, სადაც გინდა გადავიდე, რაც გინდა გავაკეთო, გინდაც დავხურო, ჩამოვკეცო ესე იგი ეს Google Chrome და აგერ ეკრანი დესკტოპი, აი ისევ დავბრუნდები, ანუ აი მოქმედებები ყველაფერი აბსოლუტურად, რასაც ვაკეთებ ეკრანზე, ავტომატურად იწერება ამ შემთხვევაში, აი სტრიმის საშუალებით. და ნახეთ ახლა. ფაქტობრივად ეს ყველაფერი უკვე გიჩვენეთ, აი თუნდაც ელექტრონული ჟურნალის გვერდზე გადავიდეთ, კი ბატონო, კარგად იცნობენ პედაგოგები ამ გვერდს, რა თქმა უნდა, ჟურნალს ელექტრონურს და ბოლოს როგორ უნდა დავამთავროთ ჩაწერა. აი ნახეთ ახლა არ გეგონოთ რომ თქვენ აი ამას რო დააწყაპო, stop sharing, ანუ გაზიარება ეკრანისა. ამით არ გაითიშება. ნახეთ, უნდა დაბრუნდეთ სტრიმის საწყის გვერდზე. ნახეთ, აი ამ სიმბოლოს დააკვირდით. ეს არის ჩაწერის სიმბოლო, რომ ესე იგი მიმდინარეობს ჩაწერა. აი ეს წრე პატარა დააწყაპებთ აი აქ და შემდეგ აი ნახეთ აი ამ Relax და ასე დამთავრდა. აი ამ შემთხვევაში უკვე დაიწყო ჩაწერა, რა თქმა უნდა, აი ახლა ნახეთ. ჩაწერილი გახლავთ, როგორც ხედავთ. ჩაიწერა ის, რაც ყველაფერიაც გავაკეთე, აი ნახოთ თუნდაც კიდევ. არ აქვს მნიშვნელობა მე რომელ გვერდზე გადავალ, აგერ თუ YouTube-ზე გადავედი, ჩემი არხი, შემდეგ აი ეს ვნახე, აი ეს ვებ გვერდი ვნახე. გადავწიოთ, კი ბატონო. და ნახეთ ახლა. ფაქტობრივად ეს ყველაფერი უკვე გიჩვენეთ, აი თუნდაც ელექტრონული ჟურნალის გვერდზე გადავიდეთ, კი ბატონო, კარგად იცნობენ პედაგოგები ამ გვერდს, რა თქმა უნდა, ჟურნალს ელექტრონურს. ნუ როგორც ხედავთ, ყველაფერი ჩაწერილია და აგერ ბოლოშიაც ვნახოთ. წრე პატარა დააწყაპებთ აი აქ და შემდეგ აი ნახეთ აი ამ Relax და ასე დამთავრდება ამ Relax-ზე დაჭერით ჩაწერა, რა თქმა უნდა. შემდეგ რაც ვაკეთებთ, აი Relax finish,
ანუ რომ დავამთავრეთ, საბოლოოდ დავამთავრეთ ჩაწერა, ამას ვაწყაბებთ აი ამ finish. და შემდეგ რა თქმა უნდა, ახლა უნდა მოხდეს ჩატირთა ამ ვიდეოსი, რომელსაც უკვე შემდგომ სურვილის, თუ კი გაქვთ სურვილი, გადმოწერთ კომპიუტერში. ჩაიტვირთება 21 მეგაბაიტი გახლავთ. სწრაფად ჩაიტვირთება ეს. და აგერ შეგიძლიათ გადმოწეროთ უკვე. ეხლა პირდაპირ ავტომატურად გახსნის ამ ვიდეოს სტრიმში. აი ამ შემთხვევაში უკვე და ხო, აქედან რა თქმა უნდა, ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ, შეგიძლიათ წაშალოთ, თუ კი არ გჭირდებათ ეს ვიდეო. აი ამ ღილაკის საშუალებით თუ დააწყაპებთ, აი ნახოთ ვიდეო ფაილი, რომელიც შეგიძლიათ მოათავსოთ, სადაც თქვენ გსურთ, სადაც ინახავთ ხოლმე ფაილებს, ეს ვიდეო ფაილი გახლავთ, რა თქმა უნდა, ჩანაწერი. თუ თქვენ სახელს არ დაარქმევთ, თვითონ არქმევს ავტომატურად recording ჩანაწერი და შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი სურვილის ამ ნებისმიერ ადგილას თქვენს კომპიუტერში. ნუ ნახოთ, მაინც გიჩვენებთ კი ბატონო, აი რომელი მოვნიშნოთ რაიმე ისეთი მარტივად რომ ვიპოვო, მან იყოს ესე იგი, მოდი დავარქმევ სახელს. აი იყოს ესე იგი, დავარქვათ სახელი ახალი ჩანაწერი. ახალი ჩანაწერი. და შევინახოთ დესკტოპზე. თუმცა აქაც იმდენი რამეა. აი ფიქრობ უკვე შეინახა ეს. აი ახალი ჩანაწერი. და ნახოთ, აქედანაც კი შეგვიძლია რომ გადავიდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, აი ახალი ჩანაწერი და ნახოთ, გავხსნათ ვიდეო, დავწმუნდეთ, რომ წესრიგშია ყველაფერი. აი ამ შემთხვევაში უკვე დაიწყო ჩაწერა, რა თქმა უნდა. აი ახლა ნახეთ, არ აქვს მნიშვნელობა მე რომელ გვერდზე გადავალ ეს ვიდეო, რომელიც აღარ გვინდა ნამდვილად რომ მოვისმინოთ. და მოკლედ წესრიგში აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდა ჩანაწერი და ხედავთ როგორი მარტივია აქ ეკრანის ჩაწერა და არა და ალბათ დამეთანხმებით რომ აი ეს ძალიან ხშირად გვჭირდება. ძალიან კარგია ვიდეო ინსტრუქციებისთვის, ძალიან კარგია ზოგადად მოსწავლეებისთვის რომ ჩავწეროთ ინსტრუქციები, ვებინარებისთვის ჩავწეროთ ინსტრუქციები და მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა ახლა ვინ რა მიზნით გამოიყენებს აი ამ შესანიშნავ ფუნქციას ეკრანის ჩაწერას, რომელიც აქვს ამ ინსტრუმენტს. აქვე არის რა თქმა უნდა თუ გინდათ რომ ახლა ეს ჩანაწერი თქვენ დაჭრათ ფრაგმენტებად, აი აქედან შეგიძლიათ გადახვიდეთ, ან აი აქედან შეგიძლიათ გააკეთოთ ეს, დააწყაპოთ, ეს პირველი ინსტრუქცია გახლავთ ჩემი და შეგიძლიათ იხილოთ, მაგრამ საქმე იმაშია რომ აი როდესაც ახლა ჩაიწერა ეს ვიდეო და პირდაპირ გახსნა სტრიმში, აქვე გთავაზობთ ამ შესაძლებლობებს, იქნებ ვისმეს უნდა რომ დაჭრას ეს ახლად ჩაწერილი ვიდეო პატარა ფრაგმენტებად და რა თქმა უნდა აქვე გააკეთებთ ამას და შემდეგ უკვე თქვენ იცით როგორც გამოიყენებთ ამ ფრაგმენტებს. მოკლედ ხედავთ რომ აბსოლუტურად ყველაფერი გათვალისწინებულია და შესანიშნავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები, რაც აქვს ამ შესანიშნავ ინსტრუმენტს Streams. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. წარმატებას გისურვებთ.